რა არის ის რის გამოც ადამიანები აჩერდებიან და იკეთებენ ამ ოპერაციებს და მე ხდებიან მსხვერპლი ამ შედეგების. ეს ის ხალხია, რომელიც ყველაფრით უკავია თავისი გარეგნობით და მუდმივად ცდილობს, რომ რაღაცა ჩარევა ჩაიტაროს. 80 წლის ხალი 40 წლის ვიძეროა მოგწონს. ასე პირდაპირ დაანარცხო ხას პაციენტი რომ შენგან არაფერი გამოვა და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა არასწორია. როდესაც ვიწყებდით 25 წლის წინ, როცა მოდიოდა ვინმე ოპერაციაზე, როგორ წესი უხდი და სხვა. ეხლა დღეს ფაქტობრივად ყველა თავისი ჯიბიდან, ანუ ხალები გააქტიურდნენ უფრო. პირველი ბოტოქსი მე გავაკეთე საქართველოში და იყო ძალიან ცუდი რეაქციები ამაზე, რომ ბოტულინის ტოქსინს აკეთებს. ის არ არის კარგი კაცი. ხო, ძუძუს იმპლანტები უნდა შეიცვალოს ოპერაციის მერე? დაახლოებით 10 წლის წინ ვამბობდით, რომ არა, არ უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ასე იყო. ცხიმი რო ამოვიღე მაგალითად ბარძაყებიდან, მხლებში ხო არ ჩამიტკება. საქმე ისე რომ თუ ინტიმურმა ქირურგიამ იმატა თუ ინტიმურმა ქირურგიამ იმატა, თურმე ამაზე მოთხოვნაც არის. ჩემთან მოვიდა პაციენტი და მითხრა რომ აი მე მინდა გავიკეთო ძუძუ, მე ვეკითხე თუ შეიძლება რამდენი 74-ის. მთელი ცხოვრება ეს მაწუხებს. რას ურჩევ პაციენტს, როგორ აირჩიოს ქირურგი? იქნება სხვასაც დაეკითხოთ და მე გააკეთოთ არჩევანი. ეს რჩევა დარჩება ჩვენს მაყურებელს. რაც უფრო ჭკვიანი და განათლებული უფრო ლამაზია, რა თქმა უნდა.